შეიძლება ახლა ჩემმა მაყურებელმა იცის, რომ ცოტა ხნის წინ რიგაში ლატვიის საეიმას პარლამენტის თავმჯდომარე შევხვდით 4 ქართველი. მოუყევი ჩვენი ამბები. რაღაც იცოდა, რაღაც არ იცოდა. მე კი გკითხა, აი თქვენ მოქალაქეები ხართ. აქტიური მოქალაქეები, მაგრამ თუ გყავთ ვინმე პოლიტიკოსი დასავლეთში, ვისთანაც ჩვენ ევროპელები პერსპექტივაზე საუბარ შევძლებთო. და ყავს ვინმე ასეთი. არ ყავს. ასეც უთხარით. ყველა ციხეში არიან თქო. და მაშინ მოგვიტანა ბელარუსის მაგალითი. ეგერ არის ტიხანოვსკაია ევროპაში, რომელსაც ჩვენ კანონიერ ხელისუფლებად ვაღიარებთ. ევროკავშირი, ევროსაბჭო, ევროპა, დასავლეთი ზოგადად მოქალაქე გოგოტიშვილთან არის თანამშრომლებს. ევროპელებს მსოფლიოს უნდა ესაუბროს ის, ვისაც ოპოზიციის სახელით საუბარი შეუძლია, ოპოზიციონერი, ლიდერი. და ესაუბროს ევროპაში. ტელეფონით, ზუმით, კონფერენს კოლით საქმე არ კეთდება. საჭიროა ადგილზე ყოფნა. კაბინეტებში ხან სიარული, ხან იერიშით აღება ამ კაბინეტებს. ვამბობ ამას და წინასწარ ვიცი, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ერთი ელჩის თუ მეკავშირის გამოყოფა, რომ გაგზავნოს ბრიუსელში თუ სადღაც და დააკისროს დასავლურ სტრუქტურებთან ყველანაირი ურთიერთობა. ვიღაც ზედმეტად რადიკალურია, ვიღაც რადიკალიზმი აკლია შეიძლება ვიღაცას, ვიღაც მემარცხენია, ვიღაც მემარჯვენია, ვიღაც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითხოვს, ვიღაც სიგარეტის საერთოდ აკრძალვას. მიზეზ ყველას აკლია მარილი. მაგრამ ეგეც ხომ ჩემზე კარგად იცის ოპოზიციამ და ჩემამდეც იცოდა, რომ ასეთ ფიგურაზე შეთანხმებისა და გაგზავნის გარეშე არ გამოვა არაფერი. პირველი ნაბიჯი გადადგმულია და ამან დარწმუნებული ვარ, ასევე გაიყვანა შუშის კედლებზე ის სტაფილოს წვენი ხვრებია. ოპოზიციამ შეკრა ერთობა და რაღაცაზე, ჩარჩოზე შეთანხმდა. ეგ უკვე დიდი პროგრესია. არ ვიცი ვის შეარჩევენ უცხოეთში ელჩობისთვის და ვის სახელზე შეთანხმებიან, მაგრამ ვიცი რომ ეს ადამიანი დასავლეთში უნდა დაფუძნდეს და საქართველოში არც კი ჩამოვიდეს. იმიტომ რომ ჩამოსვლა და დაჭერა ერთი იქნება. ქვეყნის ინტერესების ღალატის, უცხო ძალებთან თანამშრომლობის თუ რაღაც სხვა მუხლით, ახლა რომ გააცოცხლეს რუდენკოსა და ეჟოვის დროინდელი სისხლის სამართლის კოდექსიდან. დაიჭერენ. საქართველოს ამ ელჩს დასჭირდება არამხოლოდ ფირმანი ოპოზიციისგან, არამედ თანაშემწეები. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მასთან ერთად იმუშავებს, მისთვის იმუშავებს. თუ გვინდა რომ ის ვინმე სერიოზულად აღიქვას როგორც საქართველოს დევნილი ხელისუფლება, დევნილი მთავრობა, ელჩი, დესპანი, ქართულთა ხალხის წარმომადგენელი. ეს ოპოზიციის არ იყოს, ჩემზე კარგად ბორია რუსმაც იცის. ამიტომ წაართვა სასამართლოს ძალით პასპორტები ყველას. თუ ვინმეს ახლა გონია რომ ვამეტებ, ესე იგი თქვენ გქონიათ მაინც იმედი რომ საქართველოში სხვანაირად მოხდება. არადა აქამდე ყველაფერი ხდება და ამიტომ კიდევ მოხდება ზუსტად ისე როგორც რუსეთში, ბელარუსში, ყობახიძის საყვარელ თურქმენეთში, მისივე სათაყვანებელ ირანში. ბორია რუსი დემოკრატობას აღარ თამაშობს. ამიტომ ძმებოდა დებო, ოპოზიციის ლიდერებო, საყვარლებო, სანამ თქვენ ციხიდან გამოსასვლელად ემზადებოდით და ემზადებით. ბორია რუსი მაგ ციხეში თქვენ შესაბრუნებლად ემზადება. რუსეთია ეს. რუსეთი.